თამუნდა თქვენ უნდა გადმოვიდეთ თქვენ ერთ დღესაც უკვე 1991 წლის 9 აპრილს მანამდეც კი უკვე აქ ეროვნული ხელისუფლება იყო, მაგრამ იმ თაობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხართ, ვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დღეებში მოუწია, ხო? რაღაცა ბევრი რამე შეიცვალა და რა შეიცვალა როგორც ტელეწამყვანისთვის, საზოგადოებაში რა შეიცვალა, როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს? დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ თქვენ და მაყურებელს დღევანდელ დღეს. იცით რა შეიცვალა? აღმაფრენა იყო, არაფერი აღარ იყო ძნელი, თითქოს ირწმუნა საქართველომ, რომ ძალა აქვს და შეუძლია ააშენოს ბედნიერი ქვეყანა. აი ეს შეიცვალა. ძირითადად თუ ვიტყვით ორი სიტყვით ეს შეიცვალა. და უკვე აი თქვათ რაღაცები ხომ ყველასათვის ცნობილია, რომ მაშინდელ სახელმწიფო ტელევიზიას რაღაცა ცენზურაში უწევდა, ხო მანამდე სანამ 90 წლამდე მუშაობა. ანუ ეს ცენზურა უკვე მოიხსნა ტელევიზიაში და თავისუფალ რეჟიმში გადავიდა უკვე საქმიანობა, უკვე რა თქმა უნდა, ჩვენთან მე პირადად მიმყავდა გადაცემები, აი უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოდიოდნენ და ჩვეულებრივად ეთერში გავდიოდით ერთად და ვსაუბრობდით ყველაფერზე. აბსოლუტურად შეცვლილი იყო ცენზურის მხრივ ყველაფერი. ანუ რეალური დამოუკიდებლობა ტელევიზიამაც მოიპოვა ქვეყანასთან ერთად.